მოკალათით დასხედით ერთი ძალიან საინტერესო ამბავი უნდა გაგაცნოთ, ძალიან საინტერესო. უკიდურესად საინტერესო ამბავი უნდა გაგაცნოთ, ჩემო ძვირფასო მაყურებელ მსმენელებო. იცით თქვენ რომ მარიამ ლაშხი ფრიად გაავებულია ბოლო პერიოდია. მას არც ნინო წილოსანი ჩამორჩება და არც სხვა დეპუტატებად წოდებულები, რომლებიც სასამართლოს მიმართავენ იმისა და გამო რომ აქაოდა ერთმა ორმა ჟურნალისტმა, ჩვეულებრივმა მოქალაქემ, არა, ჟურნალისტები ჩვეულებრივი მოქალაქეები არიან, უბრალოდ სხვა პროფესიის მოქალაქემ, ასე ვიტყვი, Facebook მომხმარებელმა იუზერმა შეურაცხყოფა მომაყენა. მონა მიწოდაო, მონა და მიძახაო მარიამ ლაშხმა, ლავისი გადაავსო და გადმოავსო საკუთარი ისტერიკული კომენტარებით მედია სამთავრობო სივრცე. მონა როგორ მაკადრესო. ნინო წილოსანმა ცხებმა და ცხებაც და სარჩელზე მიაქვს და 4000 ლარი იმას, 3480 ლარი ამას. პირობითად ლაპარაკობ, უმრავლეს შემთხვევაში 4000 ლარიანი ჯარიმებია. ჯერჯერობით არავინ არ ჩაუსვამთ, არავინ არ დაუჭერიათ, ხელბორკილი არ დაუდიათ ამის გამო. ჟურნალისტებს გულისხმობთ, რომ ხვებს კი დაადეს ხელბორკილის და გამოკეტეს მეთქი, ასე ვიტყვი. Facebook ამ ეგრეთ წოდებული შეურაცხმყოფელი სტატუსების გარდა იჭერენ და წნეხში აქცევენ სხვა ზოგადად კრიტიკის გამო ამ არსებული რეჟიმისა. რეჟიმი არ უნდა დაუძახო. მეინსტრიმ მედიას, ასე მაგალითად ფორმულას მიმართეს, არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაუძახოთ მიზინა ივანიშვილის ოლიგარქიო. არ უნდა თქვათ, რომ არჩევნები გაყალბდაო. ესო რეჟიმიაო, ეს არ უნდა თქვათ, რომ წულუკიანის უკანონო კომისია, რომ უკანონოაო. ესო არ უნდა თქვათ, თქვენ უნდა თქვათ, რომ მხოლოდ კომისიაო. წინააღმდეგ შემთხვევაში აი თქვენ ჯარიმაო. ამის შესახებ ვერდიქტი ჯერ არ გამოუტანია მარეგულირებულ კომისიას, მაგრამ აპირებს კია. პერსონებზე ვილაპარაკებ კვლავ. მარიამ ლაშხი, კიდევ ერთხელ უნდა ვახსენო. მარიამი ეს იმის გამო რომ კაფეში მას მივარდნენ და სუმონა უძახეს, ამის შემდეგ გაავდა და გაცეცხლდა და ის ახალგაზრდები ხო დააჭერინა ადმინისტრაციული წესით და მე უკვე ჩამოიარა, დაიარა კედელს დია ყველას, ვისაც მისი გვარი ოდესმე კი უხსენებია და ვინც კი აღმოაჩინა რომ ასთან გაუვიდო და სასამართლოზე წერა ეს საჩივრები შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა, იქ ვიღას გამომძიებლები, რომლებიც სუსხარაბით უნდა იყვნენ დაკავებულნი, ამით დაკავდნენ და მე შეიტანეს სარჩელი და აი ვიკამ დაწერა ეს, ან რაღაც ახომ დაწერა ის აბიშტობა, ეკამ დაწერა ის და ასე შემდეგ და ანუ გაგიჟდა ეს ხელისუფლება, საქმე არა გამოელია. საშინელება ხდება სოფლიოში და ამათ გამოელიათ საქმე, გამოელიათ აბსოლუტურად შეგნებულად მათ შორის, იმიტომაც რომ არ იციან რა უნდა ხმნან, ხო? მაგრამ ეს არ არის თავარი უბედურება თურმე, რომელიც ჩვენ გველის. იცით თქვენ რომ ოფიციალურ ღიად წოდებულ, საჯაროდ წოდებულ, არა, მოდი მაინც ხოლმე ვიტყვი. იმგვარ შეხვედრებსაც მართავს მართველი ბანდა ქართული ოცნება, რომელიც მედიისთვის ცნობილია და მედია კი ელოდება ხოლმე ამ სხდომიდან უმრავლესობის თუ პარტიის თავარი საბჭოს თუ ასე შემდეგ სხდომიდან გამოსულ პოლიტიკოსებად წოდებულებს და კომენტარებს ჩამოართმევს ხოლმე. მაგრამ ესენი მარტო ოფიციალურად არ იკრიბებიან, ანუ არ არქმევენ სულაც უმრავლესობის სხდომას, ან ქართული ოცნების ფრაქციის სხდომას, ან პარტიის სხდომას, ან თათბირს, ან თავყრილობას თუ ასე შემდეგ და ჩუმჩუმადაც შემოიკრიბებიან ხოლმე. ხან 5-ეულია, ხან 7-ეულია, ხან 10-ეულია, ხან 50-ეულია და ასე შემდეგ. უმრავლეს შემთხვევაში ესე აი კობახიძე და კობახიძის ბრიაშკა, მოდი ესე ვიტყვი. კობახიძე და კობახიძის გარშემო შემოკრებილდი. პაპუაშვილი, დინარაძე, კალაძე, წულუკიანი, სხვები და სხვები. წულუკიანი შეიძლება ყოველ შეხვედრას არ ესწრება, მაგრამ ყოველი 10 შეხვედრიდან ამგვარი შეხვედრიდან 8-ს კი ნამდვილად. უმრავლეს შემთხვევაში ამგვარი შეხვედრები ესე ჩემი ინფორმაციით ესე 20-22 ბანდიტი იკრიბება ხოლმე. მარიამი ლაშხი ამ 22-ში გარწმუნებთ არ ხვდება. ვინ კითხავს ახლა მარიამს მნიშვნელოვანი ან ბრჭყალებში მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტას, ვინ შეუთანხმდება ახლა პოლიტიკის წარმოების თაობას, როგორი უნდა იყოს მესიჯ ბოქსი. მამუკა მდინარაძე და ირაკლი კობახიძე ეჯიბრებიან ერთმანეთს, ვინ უფრო მაგარია და მარიამს ვინ კითხავს. ცილოსანი ნინო კი ხანდახან მაინც ვიცე-სპიკერია, ხალი და
ხანდახან მაინც ესწრება ხოლმე ამგვარ შეხვედრებს. ხოდა ეხა ეს ერთია რომ რაღაცა ოთახში შეიკრიბებიან ხოლმე უმრავლეს შემთხვევაში პარტიის ახლანდელი მთავარი ოფისის რომელიღაც სათათბირო ოთახში. მაგრამ გარშემო ეხა ყველა დათხოვნილი ხო არ არის? იქ დამლაგებელია, იქ დაცვის წევრია, იქ ახალგაზრდები არიან, რომლებიც მუშაობენ და ასე შემდეგ. არა, ყური კი არა აქვს მიდებული მაინც და მაინც კარზე და კი არ ისმენენ, მაგრამ ხანდახან ხმები გამოაღწევს ხოლმე. გამოვა სხვა თუ არაფერი ერთი და რაღაც მეგობრობს ურთიერთობა აქვს. ეხა ისინიც ადამიანები არიან, საპირფარეშოში დადიან, ხო? და გამოაღწევს ხოლმე და წასწდება ერთი სიტყვა, ორი სიტყვა, სამი სიტყვა. ხოდა ჩემამდე მოვიდა ხმა იმის თაობაზე, ერთ-ერთ ბოლო უფრო ზუსტი რო იყო 3 დღის წინ შეხვედრაზე რა განუხილავთ ბანდის პატივცემული ბანდის პატივცემულ წევრებს. რა განუხილავთ მეგობრებო და ერთია რომ მარიამ ლაშხს მიაყენეს შეურაცხყოფა და გადაფსიხდა ეს ახალგაზრდა ქალბატონი ნინო იაწილოსას სხვებს შეიტანეს სარჩელი და 4-4,000 ლარი აატყეპეს ისედაც შეჭირებულ საზოგადოებას მათივე პოლიტიკის, მათივე ეკონომიკური პოლიტიკის გამო, მათივე უვისობის გამო. ეს ერთია. მაგრამ მეორეა რომ ერთ-ერთს და არ ვიცი ვის ვივარაუდებ რომ ამუკამდინარაძეს, მაგრამ დააზუსტებით და დაბეჯითებით მასზე ვერ ვიტყვი. ერთ-ერთს დაუყენებია წინადადება რომ მაუწყებლის შესახებ კანონში აი ახლახან რო ჩასწორებები შეიტანეს და კანონად აქციეს. თუ არ ვცდები 1 აპრილიდან. არ მეშლება 1 აპრილიდან. სადაც მედი რომლის მიხედვითაც მედია თვითრეგულირების რეჟიმიდან სახელმწიფო რეგულირების რეჟიმში გადადის და ბექაურის მარეგულირებელ კომისიას აქვს მედიის დასჯის უფლება და შესაძლებლობა დე იურე მეთქი ამ უკანონო კანონის მიხედვით. ახლა ამ კანონში ახალი ცვლილებების აპირებენ. და ეს ახალი ცვლილებები კიდევ უფრო მძიმე იქნება. და რო წავიკითხე მე მაქვს რაც გადმომიგზავნეს, მოდი ესე ვიტყვი მაინც მოკლე შინაარსი, თუმცა კარგად კია ჩამოყალიბებული, მაგრამ მაინც ეს რაც წავიკითხე თმები 460 ხერი 40,000 ღეიდან დამცვივდა მეთქი ასე ვიტყვი. წვერიც დამცვივდა. მეთქი. უყურეთ რა წერია. ამ ახალი ცვლილებების თანახმად ისინი აკრძალავენ თავად მიხვდებით ბოდიში ბარემ ვიტყვი ჩავიკითხავ რაც გადმომიგზავნეს. ტელემედიის საშუალებებში ვციტირებ წერილს და არა მაინც და მაინც იმ ჩანაწერს რომელიც გაჩნდება მაუწყებლობის შესახებ კანონში დამატებების სახით. ტელემედიის საშუალებებში პირდაპირ ეთერების დროს რეპორტაჟებში ან საავტორო ტოკ-შოუებში ჟურნალისტთან მხრიდან აიკრძალოს უცხო ქვეყნების პოლიტიკური ლიდერების, ხილებში პერსონების შეურაცხყოფა ან აუგად მოხსენიება. ვინაიდან ამგვარი შეურაცხყოფები აზიანებს ქვეყნებს შორის ურთიერთობებს და არ უწყობს ხელს სახალხო დიპლომატიის განვითარებას. აგრეთვე აღრმავებს სახელმწიფოთა შორის არსებულ კონფლიქტებს, რომელთა მოგვარებაც აუცილებელია და შედის საქართველოს სტრატეგიულ ინტერესებში. ეს რეგულაცია თანაბრად ვრცელდება მედიის ონლაინ და ბეჭდვის საშუალებებზეც, ხოლო უკლებლივ ყველა გადაცდომის, დარღვევის თუ შეგნებული დარღვევის მაკონტროლებელი იქნება კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია, რომელსაც ექნება უფლება მედიის ნებისმიერ საშუალებას მოსთხოვოს ბოდიშის მოხდა ჟურნალისტის ან გადაცემის ავტორის მიერ კანონის დარღვევაზე და განმეორების შემთხვევაში ჟურნალისტს, ავტორს და იურიდიულ პირს დააკისროს ადმინისტრაციული სახელი. ფულად ჯარიმა იგულისხმება. ამავე კანონში დასამატებელ ერთ-ერთ მუხლში ვკითხულობთ, წავიკითხავთ. სხვა ქვეყნის პოლიტიკური პირების შეურაცხყოფა ან აუგად მოხსენიება დაუშვებელი იქნება რესპონდენტთა მხრიდანაც, თუმცა კაფიოდ უნდა გაიმიჯნოს ფაქტი და შეფასება. კომისიამ უნდა განსაზღვროს რესპონდენტი ყოველ შემდეგ შემთხვევაში აფასებს უცხო ქვეყნის პოლიტიკოს თუ ის, რასაც მასზე ამბობს ფაქტია. ფაქტის კონსტატაცია არ შეიძლება იყოს რეგულირების საგანი, ხოლო შეურაცხყოფელი შეფასება პირიქით უნდა იყოს დასჯადი ადმინისტრაციული წესით. ეხლა მე ყველა წინადადებას თავიდან წავიკითხავ. არ გეგონოთ რომ რომელიმეზე არ შევჩერდები და გეტყვით ვისზეა საუბარი რეალურად.
დავიწყოთ თავიდან. ტელემედიის საშუალებებში, ანუ ფორმულა TV პირველი ჩვენ შემთხვევაში, აბა საზოგადოებრივ მაუწყებელსა და იმედს რომ არ დასჯიან გასაგებია. მაგრამ კარგით, მოდით ყველა ტელემედიაზე ვილაპარაკოთ. პირდაპირ ეთერების დროს საინფორმაციო გამოშვებები არის პირდაპირ ეთერში. პირდაპირ ეთერების დროს რეპორტაჟებში ან საავტორო ტოქ-შოუებში. ტოქ-შოუების უმრავლეს შემთხვევაში არის სწორედაც რომ პირდაპირ ეთერში. მაგალითად, კონტექსტი პირდაპირ ეთერშია. გიორგი თარგამაძის ტოქ-შოუ პირდაპირ ეთერშია, დროება პირდაპირ ეთერშია, სოფო ზურაბიანი პირდაპირ ეთერშია, ინგა გრიგოლია პირდაპირ ეთერშია და ასე შემდეგ. ან თუნდაც სამთავრობო არხების რაღაც კატასტროფები რო ისინი პირდაპირ ეთერში. აიკრძალოს უცხო ქვეყნების პოლიტიკური ლიდერების პერსონების შეურაცხყოფა ან აუგად მოხსენება. მოკლედ ტაბლიაშვილი თუ გამოვა და მე ისიც რო გამოვდივარ ყოველ შაბათს, კონტექსტი ჩემი გადაცემა და ამბობს ამგვარ რაღაცას ეს შლეგი პუტინი დედა საიმასქნებელი რეალურად მეგობრებო. ხო, ამას ვამბობ. ან ვამბობ რომ პუტინის მზაკვრულმა პოლიტიკამ კიდევ ერთხელ დაადასტურა რომ პუტინი არის არა მხოლოდ შლეგი მეგობრებო, არა მხოლოდ შეშლილი მეგობრებო, არამედ არის მკვლელი. და გავბედავ და ვიტყვი, ბოდიშვიხდი რა ცხადია, ნაბიჭვარია რა პუტინი. აი ამას თუ წარბობ თქვა მე კონტექსტში და ეს არის შეფასება რა საკვირველია. ნაბიჭვარია თუ არა საბოლოო ჯამში მე რა ვიცი და თუ რაღაც თეორიას არ გავყვებით არ არის ნაბიჭვარი პირდაპირ მნიშვნელობით. ხო? ამის გამო მე დამსჯიან. ესე იგი, რატო დამსჯიან იცით? ამგვარი შეურაცხყოფები აზიანებს ქვეყნებს შორის ურთიერთობებს და უწყობს და არ უწყობს ხელს სახალხო დიპლომატიის განვითარებას. ანუ ამათ უნდათ რომ სახალხო დიპლომატია ხალხებს შორის დიალოგი მიმდინარეობდეს ქართველებსა და რუსებს შორის და ტაბლიაშვილი თუ ნაბიჭვარს ან შლეგს ან დედა საიმასქნებელს უწოდებს პუტინს ან ავიცი მედვედევს უწოდებს ლოცს და დედა საიმასქნებელს, ამის გამო თურმე მე ვაზიანებ ხალხებს შორის ურთიერთობებს, რაც საქართველოს სტრატეგიულ ინტერესებშია. მაუწყებლობის შესახებ კანონში ახალი ცვლილებები შეიძლება განხორციელდეს და მდინარაძეებმა ეს სიგიჟე კანონის ნორმა დაქციონ, უკანონო კანონის მეთქვი ასე, მაგრამ რა მნიშვნელობაა კანონისა, რომლის აღსრულებასაც კი ეცდებიან. ეხლა ნახეთ, კიდევ უფრო მძიმდება ვითარება ამ წერილის მიხედვით. ეს რეგულაცია თანაბრად ვრცელდება მედიის ონლაინ და ბეჭდვის საშუალებებზე, ანუ კვირის პალიტრა რეზონანსმა თუ სხვა მედია საშუალებამ ასავალ-დასავალ თუ გრებავ დაწერა, რომ პუტინი არის დედა საიმასქნებელი ნაბიჭვარი, ამის შედეგად მასაც აჯარებებენ კვირის პალიტრას ან ავტორს. ხოლო უკლებლი ყველა გადაცდომის, დარღვევის, გადაცდომაა თქვა ერთხელ, დარღვევაა თქვა ორჯერ თუ გავაკეთე, ან შეგნებული დარღვევაა თქვა სამჯერ თუ გავაკეთე, ანუ დედა საიმასქნებელი უწოდე პუტინს. მაკონტროლებელი იქნება კომუნიკაციების მარეგულირებული კომისია, ოღონდ კომუნიკაციების მარეგულირებული კომისია, როგორ იქნება ბეჭდვითი მედიის საშუალებების მაკონტროლებელი, ან ონლაინ მედიის საშუალებების მაკონტროლებელი, კარგად არ მესმის. მაგრამ ესეთი კანონში კი წერენ, რომ ბექაურმა გააკონტროლოს ასავალ-დასავალიცო, რა მეგობრებო. არანაირად არ ეკუთვნის, იმიტომ რომ ის ლიცენზიებს გასცემს ხომ მარეგულირებული კომისია. ბეჭდვის საშუალებას ეხლავე გამოვცემ კედლის გაზეთს, როგორ და გამაკონტროლოს წესით. მე ვინმე ბექაურმა. კარგით. მედიის ნებისმიერ მოსთხოვს, ხო, ხანა მარეგულირებული კომისია, რომელსაც ექნება უფლება მედიის ნებისმიერ საშუალებას ფორმულას თუ კვირის პალიტრას, მოსთხოვოს ბოდიშის მოხდა ჟურნალისტის, ანუ მთლიან ორგანიზაციამ უნდა მოიხადოს ბოდიში ტელეკომპანია ფორმულამ, ჟურნალისტის ნუსა ბახუტაშვილის, ან გადაცემის ავტორის ირაკლი ტაბლიაშვილის მიერ კანონის დარღვევაზე და განმეორების შემთხვევაში ჟურნალისტს, ავტორს ან იურიდიულ პირს დაეკისროს ადმინისტრაციული სახელი, რომელიც იქნება ან ფულადობრივი, ანუ მე თუ გავიმეორე, ან მე გადავიხდი ფულადობრივ ჯარიმას, ან გამიშვებენ თუ არცდები 12 დღით ჩამსვავენ 9 კლიტრში. ესენი. იმიტომ რომ პუტინს უწოდე დედა საიმასქნებელი. ანუ მარიამ ლაშხზე კი არ არის ლაპარაკი უკვე. მარიამ და ლაშხიე ბონა. პუტინს თუ დაუძახებთ მონას, ან დედა საიმასქნებელს მით უმეტეს, ვინმე გვიჩივლებს აქ არჩანს, ვინ გვიჩივლებს? პუტინი ხო არ იჩივლებს. მაგრამ ვინმე გამოჩნდება ასე გამოაჩერეთ, ხო? ეს ცხადია, სამთავრობო მედია არც უწოდებს პუტინს დედა საიმასქნებელ მონას და არც მარიამ ლაშხს უწოდებს მონას. ამიტომ მათ არ ეხებათ. მაგრამ სამთავრობო მედია რო უწოდებს ხაზარაძეს, რა ქვია იმას მე ვახშეს სიტყვაზე ვამბობ, ან თუნდაც მონას, ეს მათ აღარ შეეხებათ, იმიტომ რომ ხაზარაძე ან სამთავრობო მედია
რა ვიცი, ურსულა ფონ დერ ლაიენს რო შეურაცხყოფს, ამ შემთხვევაში რა ხდება? მაგრამ მაგას ხო არ მიაქცევენ ყურადღებას. აქ ხო მთავარია რომ პუტინი, მედვედევი, ლავროვი, სახაროვა, დუგინი და ისა რა გვარია მიშუსწინი მიშუსწინს არ მივაყენოთ შეურაცხყოფა ჩვენ. დედასაიმასკნებელი არ ვთქვათ. ამავე კანონში ვაგრძელებ დასამატებელი ერთ-ერთი მუხლი იქნება ამგვარი. სხვა ქვეყნების პოლიტიკური პირების შეურაცხყოფა ან აუგად მოხსენიება დაუშვებელი იქნება რესპონდენტთა მხრიდან. ძალიან საინტერესოა. შალვა პაპუაშვილი რომ აყენებს ბრიტანეთის ელჩ შეურაცხყოფას, ეს ხდება დაუშვებელი. იხარებ კაცი. გაგიხარია მეგობრებო. ეს რა მაგარი რამე გააკეთეს. ოკეი, მე მზღუდავენ. ფულად ჯარიმას დამაკისრებენ 4000 ლარს იმის გამო რომ პუტინს დაუძახე მონა. თუ რა დედასაიმასკნებელი, ნაბიჯვარი. მაგრამ შალვა პაპუაშვილსაც თურმე ზღუდავენ. ეს რა მაგარი ამბავია და ჯანდაბას ჩემი თავი. ოღონდ შალვა პაპუაშვილმა ურსულა ფონ დერ ლაიენს არაგინოს და სულ არ გვაგინებ ამ პუტინს. მაგრამ აქ იწყება მეორე ამის განმამარტებელი წინადადება. აუგად მოხსენია უშევრი იქნება რესპონდენტთა მხრიდან. თუმცა მკაფიოდ უნდა გაიმიჯნოს ფაქტი და შეფასება. კომისია მანუ ბექაურმა უნდა განსაზღვროს, ჯერ ვინ შეიტანს პაპუაშვილის წინააღმდეგ სარჩელს, მაგრამ თქვათ შევიდა სარჩელი, როგორ აგინე შენ ურსულა ფონ დერ ლაიენს. მერე კომისია ჯდება მონების კომისია. კომისია უნდა განსაზღვროს რესპონდენტი ყოველ შემდეგ შემთხვევაში, პაპუაშვილი თუ ტაბლიაშვილი, ყოველ შემდეგ შემთხვევაში აფასებს უცხო ქვეყნის პოლიტიკოს თუ ის რაც მასზე ამბობს ფაქტია. ანუ, როდესაც შალვა პაპუაშვილი იტყვის, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენი არის ბოროტი ან საქართველოს მტერი, ეს არის ფაქტი და შალვა პაპუაშვილს არავინ არ დასჭის. მაგრამ როგორც კი მე პუტინზე ვიტყვი, რომ ის არის ბოროტი და საქართველოს მტერი, ეს იქნება არა ფაქტი, არამედ შეფასება და მე დამსჯიან შეფასების გამო. სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას რომ ეწინააღმდეგება საფუძველშივე, ამაზე ხო აღარ უნდა თქვა ორი სიტყვა, ხო არ დავიხარჯები, ხო არ დამხარჯავთ თქვენ, ხო? ხოლო შეურაცხყოფელი შეფასება პირიქით იქნება დასჯადი ადმინისტრაციული წესით. დავამთავრე. თურმე ესენი რას აპირებენ, ხედავთ? თურმე გარდა იმისა, რომ გაგიჟდნენ და მარიამ ლაშხს გადაეფარნენ და თქვენს, რომ მარიამ ლაშხისათვის მონას ძახილი სგამო 4-4000 ლარით უნდა დაჯარიმდეთ თქვენო. მონას მონა არ ვუწოდო, კარგსახელად რა დავარქო, გურამიშვილი გადავაკეთე. განა არა. თურმე ესენი პუტინის დაცვასაც აპირებენ. უბრალოდ გვარსახელს, გვარს პუტინი ვერ წერენ ასე ღიად. ადლუსტრირება გამოვა, არ გამოვრიცხავ მეთქი, რომელიმე ახალ რედაქციაში ჩაწერილ მეთქი, არა, ალბათ ამას მაინც არ იზავენ. მაგრამ უცხო ქვეყნის პოლიტიკური ლიდერების შეურაცხყოფა ან ასე თქვა მეორე, შელახვა თუ არ ვცდები, დასჯად იქნება ადმინისტრაციული წესით, თუმცა უცხო ქვეყნების ხო ზოგადი ტერმინია, უცხო ქვეყნებში არ შევა ქვეყანა ან იმ ქვეყნის ლიდერი, იმ ორგანიზაციისა და ქვეყნის ლიდერი, რომელსაც აგინებს შალვაია პაპუაშვილი. და რუსეთს თუ აგინებს თარგამაძე თუ გრიგოლია, ხო? ეს კი გრიგოლიას და თარგამაძის ტაბლიაშვილის თუ სანაიას წინააღმდეგ სანქციების, რეპრესიების ამოქმედების საფუძველი იქნება. და ამის გატანა უნდათ. კვლავ მინდა დავადასტურო ამ მონოლოგის ბოლოს, რომ ეს დაახლოებით 2-3 დღის წინ შეიკრიბა უმრავლესობა. შეიძლება მეშლება უმრავლესობა არა და შეიძლება პარტიის ლიდერები დაახლოებით 20 კაცი. ამოცეულიდან არ გავრცელებულა ეს ინფორმაცია, ამქვე ვადასტურებ, ამიტომ ერთმანეთს ახლა უნდა უწყებთ გამადიდებელი შუშით, ჭოგლიტით ყურებას თუ გამადიდებელი შუშით დაკვირვებას. არა, არც ერთი, მე ყველა სახელი არც ვიცი სიმართლე გითხრათ ვინც იყო, ის რო იყო პაპუაშვილი, მდინარაძე და კობახიძე, ხა ეს ცხადზე ცხადია, შესაბამისად უმრავლესობა არ იყო, რაღა კობახიძე იყო, საპარლამენტო უმრავლესობა არ იყო. ანუ რაღაც პარტიული შეკრებაა, პარტიის ოფისში. არ გავრცელებულა ამოცეულიდან, დაახლოებით 20-ულიდან ეს ინფორმაცია მეუმაწოდეს ადამიანებმა, ვინც იმ მომენტში ოფისში იმყოფებოდა. და
და რომლებმაც ესე აი ყურმოყვრით გაიგეს 1-2-3 წყაროსაგან რა თემებზე საუბრობდა ეს ლიდერშიპი ამ ბანდისა. ხო, რა ვიცი, რა გითხრათ.